მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სამყაროში ყველაზე მაგარი დილას ტოკიოში, კერძოდ შინჯუკუში ვარ. ეს ადგილი ცნობილი არის გიფშოპებით და ძალიან ბევრი მაღაზია არის და ეს არის გიფშოპი და მინდა რომ გაგათვალიერებინოთ სტანდარტული იაპონური გიფშოპი როგორი შეიძლება რომ იყოს და წავიდეთ. ხალხერა ძმართულია გადაღება, იმიტომ რომ აი არ ვიცი ძლივს ავდივარ. ძალიან ბევრი სათამაშოა. საყვარლესი რაღაცებია, Hello Kitty-s, რა ვიცი, kawaii ჩასადებები, სამაგრები და ასე შემდეგ. ეხლა მე ვდგავარ ჰაჩიკოს რიგში და აი უზარმაზარია და არ ვიცი ბოლოს გადავიღებ ალბათ ფოტოს. პროსტა ნახეთ პროსტა რა მხელა რიგი არის და არ ჩანს ჰაჩიკო იმ მხელა რიგია. აი აქ არის სადღაც ვცდილობ რომ მივაზუმო, აი ამას ველოდები ამდენი ხანი და დაველოდო. აი ესეთი ადგილია ჩვენი შიბუია. ხალხო, დღეს ვიმყოფები ისევ შიბუიაში და უბრალოდ ამჯერად სამი შიბუიაში და გთხოვ ნახოთ, ანუ როგორი საპარლესი ჩვენი არის. სხვადასხვა კაფეები, აი მე ვშოვარებ და არ ვიცი, ეს მგონი სათამაშოების სტორი არის, როგორც იცი. Game cafe არის. აქ იმონოების მაღაზია არის ამაზე და მოდი შევიდეთ და თან გაჩვენებთ რეებია. ეს არის იმონოების შოპი, რაზეც გითხარით, ესეთი საყვარელი სტორია. ვით სხვა ადგილებისგან, ქუჩებისგან, შიბუია არის უფრო სხვა multicultural ადგილი არის, ანუ ბევრი კულტურები არის აქ. და საკმაოდ ისეთი ადგილია. საინტერესო ყველანაირად fashion, ანუ fashion მიმდინარეობის თვალსაზრისით, მოდის მიმართულების თვალსაზრისით, ანუ განსხვავებულად ჩაცმული ადამიანები დადიან და ის სადაც უცხოელები არ უყვართ, იმიტომ რომ სადაც ვიყავით, იქნებოდა ეს სკოლა, უნივერსიტეტი, ყველგან რაღაცა, არა უნივერსიტეტში უფრო არა, ის სკოლაში მაგალითად სკოლის ბავშვებს რაღაცა ის როგორნეთ, არ ვიცი, მუზეუმის ექსპონატები ვიტყურებდნენ, ხელს გვიქნებდნენ და რა ვიცი, ცოტა უცხო იყო მათთვის უცხოელი. მე ვიმყოფები მეისის უნივერსიტეტში და შევეცდები რომ გაჩვენოთ რაღაცები, კამპუსი, სასადილო და ასე შემდეგ. ვარ ეხლა მე ვიმყოფები მეისის უნივერსიტეტის კაფეტერიაში და მინდა რომ გაჩვენოთ რას ვჭრობ. ეს არის შიო რამენი, რომელიც არის ერთ-ერთი ტრადიციული რამენი იაპონიაში, ანუ ჩვეულებრივი საფრის რამენი და ძალიან მომწონს მე პირადად, საკმაოდ გემრიელი არის, ვისაც რამენი უყვარს, მათთვის განსაკუთრებით და თან შევეცდები რომ გაჩვენოთ სტუდენტებს აქვთ გარკვეული დრო ონში, სულ შემოდიან და ლექციებამდე ჭამენ აქ და ძირითადად ანუ მენიუში არის რამენი და სხვა დანაყოფები. ეს არის ტრადიციული რამენი, რასაც ხედავთ. ეს ცოტა განსხვავებული არის, სობა რამენი ქვია ამას. და შეფერილობა არის სხვა, თუ დააკვირდებით. მაგრამ ეს არის
ძირითადად ტრადიციული რამენი რაც აქვთ. უნდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ბუდისტური არგოდები, როგორც ხედავთ, რამდენიმე არის ჩემს უკანაც და თან გაჩვენებთ ყველაზე ისეთ მასშტაბურს, რაც აქ არის. აქედან უფრო ლამაზია ყველაფერი. აღესრულება რიტუალი ბუდისტურ პაგოდაში. ეხლა ვიმყოფები ასაკისაში და შევეცდები რომ დაგათვალიერებინოთ სუვენირების შოპები არის აქ ძირითადად. უბრალოდ არ მაღებინა, ვეშინმით არ შეიძლება გადაღება და ვერ ვუღებ. ყველგან სუვენირია. სადაც გაიხედოთ. ეს კიმონოები. საინტერესო, ეს არის იაპონური ეს ტრადიციული ფეხსაცმელი. სუვენირებია ძალიან. ჩანთები. აი დანგოები, დანგო ეს არის ბრინჯის ბურთუა. სხვა ტკბილი, მაგალითად შოკოლადის ტოპინგით. და ასე შემდეგ სხვა ტოპინგებით არის. და ძალიან საინტერესო ადგილია, მოკლედ დასაყურსა. ძირითადად აცვიათ კიმონოები, სხვათა შორის ბევრი იაპონელი კიმონოც და აი ძალიან გადატვირთულია, ოღონდ თქვა. და ყველგან არის street food-ი ძირითადად. და სუვენირები. ხო, ასაკურსა შეისევ და უზარმაზარი ბუდისტური ტაძრის კომპლექსია აქ. და დაგათვალიერებინათ, გარდა იმისა, რომ შოპები არის სუვენირების, ეს ამ არეაში, მთლიანად არეა განკუთვნილია იმისთვის, რომ შემოსასვლელია ის შოპები, რაც არის ჩამწკრივებული, ეგ არის შემოსასვლელი და უზარმაზარი კომპლექსია. აი, ულამაზესია ხალხოაქაურობა. აქეთ უკვე ფრეიერებისთვის იყიდება სურვილები და აი ბუდისტურ ტაძრებში ესე შუაში სუვნელოვან სანთლებს ანთებენ და ლოცულობენ, ასე რომ ლოცვა. შემოვედი ტოკიოს სკაიტრიში და გაჩვენებთ ყველაფერს, რასაც ვნახავ აქ. შემოვედი მაკდონალდსში და უნდა გაჩვენოთ როგორი არის იაპონური მაკი. თან მოდი გადავიღოთ სერვიდანს, ვაჩვენოთ. და ეს ავიღე ცოტა განსხვავებული ყოლა, რაღაც ჯინჯერით იყო და ეს კრემიც მოაყოლეს და არ ვიცი მედია მომეწონება. ავიღე ასევე, ჩვეულებრივი ის არის, ლობიო არის და სიმინდი. ვაშლის ფაი, ნამცხვარი და ქათმის ბურგერი ავიღე ყველით, რაღაცა ექსტრა ყველი აქვს წესით. და გავსინჯავ და გეტყვით როგორ მომეწონება. ხალხო, ეს არის უგემრიელესი რაღაც, ძალიან მომეწონა. და რეკომენდაციას ვაძლევ, რა ვიცი, 10-დან 9.
დაიწყე? ნაცრახავა ქათმის ბურგერს. ეს ძალიან კაია. ნუ ამათი ყველი ცოტა ანუ არაფრის გამო არ აქვს ამათ ყველს ზოგადად, იმიტომ რომ ყველი არ აქვს, მაგრამ კაი. და ამასაც რა ვიცი, 7-8 დავუწერდი რა აცდან. ნუ ეს ჩვეულებრივი არის, არაფერი არ არის განსაკუთრებული. ამას გავსენ ჯომალე და ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირს. აქაური მატი ამ ყველაფერში გადავიხადე $7. სულ რაღაც. Exit განან რა თქმა უნდა. ხო ვარ მეტროში. ეს არ არის ტიპიური მდგომარეობა, ანუ ზოგადად ძალიან გადატვირთული არის ხოლმე. და მასალა მინდა გითხრათ, რომ აქ მეტროში შემოდიხარ, აი ხა ძალიან ისე მიყურებდა და გამოვწიე კამერამ და ნერვები აღარ მაქვს ამას. ძალიან ანუსტები არიან, არ უნდა გამოაჩინო ფოტოში და ასე შემდეგ. და ანუ რო შემოდიხარ გაჭრის ფულს და მე რამდენი გაჩერებაც არის, ანუ ფიცulis ამ ყველაფერს და რო გადიხარ ისევ გაჭრის ფულს. ასეთი პრინციპი აქვს. და ახლა შევატრიალებ კამერას და კარგად გაჩვენებთ, თან როგორი მეტრო აქვს. მეტრო პირა და მატარებელი ვაგონი. ეს არის კამაკურა station. კამაკურაში მოვედით ხალხო და გაჩვენებთ ულამაზეს რაღაცებს. ახლა გაჩვენებთ იაპონურ ბაღს. აი ეს არის იაპონური ბაღი. ძალიან ლამაზია ცხოვრება. ესეც ულამაზეს ორღობეში შემოვედით კამაკურაში და მინდა გითხრათ, რომ ეხლა მე ხელში მიჭირავს ნაგავი, რომელსაც ჩანთაში ჩავიდებ, იმიტომ რომ იაპონელები თურმე ეგრეთ ვფიქრობენ, რომ ნაგავი არის შენი პასუხისმგებლობა და უნდა წაიღო სახლში. და დაახარისხო, აქედან გამომდინარე, არ აქვთ ბევრი ნაგვის ბუნკერი ქუჩებში. საერთოდ არ აქვთ, მინდა გითხრათ, ძალიან იშვიათად გვხვდებათ და მეც ეხლა როგორც პასუხისმგებლიანი არა იაპონელი ამ ნაგავს ჩავიდებ ჩანთაში და წავიღებ სასტუმროში და განახებთ კიდევ ძალიან ლამაზ ადგილებს. სტილის კაფეში ამოვედით, ანუ ტიპიური იაპონური კაფე არ არის, მაგრამ ულამაზესი პენკეიკები მოგვიტანეს და უნდა გაჩვენოთ. არის აი ძალიან ლამაზი არის ესთეტიურადაც, როგორც ხედავთ და ცოტა ხანში რივიუებსაც გეტყვით. ეს რითი არის დინო, თუ შეიძლება რომ გითხრა? შენ აირჩიე და შოკოლადით და ბანანით და თხილებით. კი ბატონო. ულამაზესი რაღაცა მომიტანეს ხალხო. არ ვიცი, ვნახოთ მე რა გეტყვით როგორი არის. ნინოსაც აღირს ეს თავისი პენკეიკები და გასინჯავს, ცოტა ხანი ვაცდი, დროს მივცემ და მე უკვე შეფასებებზე გადავალთ. ესე დავას ხო? იმედი მაქვს რომ ძალიან კაია. შიბუია ნინო. შიბუია. შიბუიანი კაია? დავიწყოთ იმით, რომ ბლინები არის ძალიან გემრიელი. ნუ იაპონური ბლინები არ არის, მართლა ჰავაიდან არის ეს ყველაფერი და ძალიან ისეთი კაი საჭმელი არის, გამომდინარე იქიდან, რომ სოუსები ყველაფერი არის უგემრიელესი. ძალიან უხდება ბლინებს, ხილს, რაც არის და ნაყინი არის ასევე უგემრიელესი. ქოქოსის და ვანილის ნაყინია და ამ ყველაფერს ძალიან უხდება და საერთო ჯამში მე ვფიქრობ, რომ 10 ხოლოს დავუწერდი. ხო, ახლა არის დილის 6 საათი აქ. ვიდეორთ აეროპორტში. ნარიტას აეროპორტში. სოფაში გათენდა. მაგრამ ჯერ კიდევ არ მივედით, იმიტომ რომ 2 საათი უნდა გზას. და ჯერ კიდევ გზაში ვართ.
გამხორიკია. რიდუთი ფრე. რაღაცა ვიყიდავ.